გქონდათ ანალიტიკაც მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს გამრეკელის სტუდიის ინტერვიუების სერიაში შემოგთავაზებთ ინტერვიუს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან ალექსანდრე ძნელაძესთან. საბანკო ასოციაციის პასუხებს მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე, რაც არა მხოლოდ ექსპერტებს, არამედ ჩვენ რიგით მოქალაქეებსაც გვიჩნდება ხოლმე. რატომ არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ბაზარზე კონცენტრაციის შემცირება რას ნიშნავს, რატომ უნდა ვისესხოთ მაინც და მაინც ლარში, რატომ ვიხდით საკომისიოებს და მხოლოდ საქართველოში ვიხდით თუ არა, სჭირდება თუ არა ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, კომერციული ბანკების მოგების მარჟები, ჩვენ გვიძვირებს თუ არა კრედიტს და ასე შემდეგ. ამ ინტერვიუში გადავწყვიტე ის კითხვებით დავსვა, რაზეც პასუხებს ყოველთვის ყველაზე იშვიათად ვიღებთ ხოლმე, რადგან ვიკარგებით საბანკო პოლიტიკის საკითხებში. ალექსანდრე ძნელაძე იქნება გამრეკელის სტუდიის სტუმარი დღეს. საერთაშორისო სავალუტო მისიის შემაჯამებელი პრეს-რელიზიდან კონკრეტულად საბანკო სექტორთან მიმართებით ერთი შეფასება თუ რეკომენდაცია მოხდა ჩემს კურს განსაკუთრებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით ქართული საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია. ამასთან არც ერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ხაზგასმულია, რომ ფინანსურ სექტორს მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება თავის წინაშე არსებული ძველი და ახალი რისკების გადაჭრაში. საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მოგებიანია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. მომავალში ძირითადი პრიორიტეტებია ფინანსური ჯგუფების გაერთიანებული ზედამხედველობის, განსაკუთრებით არასაბანკო, ქვედანაყოფებისა და საერთაშორისო საქმიანობების, სრულფასოვანი საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება და ფინანსური მომსახურების სფეროში კონკურენციის გაუმჯობესება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. ახლახან არაჰეჯირებული მსესხებლისთვის სავალუტო სესხის შეზღუდვის ზღვარი 750.000 ლარამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის საბანკო სესხების წილი ჯერ კიდევ მაღალია. ხოლო დეპოზიტების დედოლარიზაციის ტენდენცია შეწყდა პოლიტიკური გაურკვევლობების ზრდის ფონზე. ბანკებმა, განსაკუთრებით პატარა ბანკებმა, ლარზე ხელმისაწვდომობის წნეხი განიცადეს. დაფინანსების ღირებულება გაიზარდა, რაც შესაძლოა მათ მოგებიანობაზე აისახოს. სამომხმარებლო სესხების სწრაფად გაიზარდა, ხოლო რისკიანი არასაბანკო დაფინანსება, მათ შორის უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტის ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად გაიზარდა. არც ერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახლო მონიტორინგი აუცილებელია. ალექსანდრე ძნელაძესთან საუბარში ამ საკითხსაც შევეხეთ. გიტოვებთ წინა კვირას გამრეკელის სტუდიაში ჩაწერილ ინტერვიუს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან და პარასკევამდე გემშვიდობებით. ვის მიმართ აქვთ დღეს მეტი პასუხისმგებლობა ქართულ ბანკებს, თავიანთი აქციონერების მიმართ თუ მომხმარებლების და კლიენტების მიმართ? მარეგულირებელის მხრიდანაც, საკანონმდებლო ბაზის მხრიდანაც არაერთი რეგულაცია ვიხილეთ, რომელიც მათ შორის იყო ისეთი რეგულაციები, რომელზეც გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, მაგრამ ამ თვალსაზრისით იყო რეგულაციები, რომელიც სისტემური რისკების აღმოფხვრის მიზნით იმაზე მეტ შეზღუდვას უწესებდა საფინანსო სექტორს, ვიდრე ეს შეიძლება ყველა სხვა სტანდარტულ შემთხვევაში მომხდარიყო. აქციონერების მიმართ უპირველეს ყოვლისა არსებობს ვალდებულებები და ორი ბანკი საქართველოში არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ანუ ღია ვაჭრობაში არის მათი აქციები და მათი აქციების ღირებულება, მოთხოვნა ამ აქციებზე ყოველდღიურად დგინდება. საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში 30,000 ადამიანამდე მუშაობს და აქვე დაუღნიშნავ, რომ აქ მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალი იყრის თავს. უკვე მეოთხე წელი არის საბანკო ასოციაციაც არის ჩართული ამ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომობა იყოს იმ ცოდნაზე, რაცოდნაც ადამიანებს არა მხოლოდ საბანკო სფეროში მუშაობისთვის გამოადგებათ, არამედ მათთან მუშაობაში, მათთან ურთიერთობაში უფრო ისე ვთქვათ, მოთხოვნაც გახდის როგორც ადამიანურ
კაპიტალს, ანუ ცოდნის თვალსაზრისით, ასევე როგორც კლიენტს, როგორც მის მომხმარებელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი ნაბიჯი იყო უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იდგმებოდა ნაბიჯები როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, ასევე ადგილობრივი ბანკების მხრიდან, როგორც იცით, მაქსიმალურად ხდებოდა ხოლმე ორიენტაცია, რომ კონკრეტული სექტორის და ხან ავიწროვებდნენ ამ მიმართულებას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ხდებოდა ხოლმე კონკრეტული სექტორების ფინანსირება, რომელიც ამარტივებდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ასევე არაერთი პროგრამა არის, რომელიც უზრუნველყოფს უზრუნველყოფის ნაწილის ჩანაცვლებას სახელმწიფოს მხრიდან, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, საკრედიტო საგარანტიო სქემები. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მრავალფეროვნების ან diversity-ის თვალსაზრისით ქალების ხელმისაწვდომობაზე არაერთი პროექტი და არაერთი პროგრამა მიმდინარეობს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორი არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ კონკრეტულად იმ კონტრაგენტებთან, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან, ეს იქნება აქციონერები, მენეჯმენტი, ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ, არამედ საზოგადოებასთანაც კი. ეს ყველაფერი აისახება, ჩვენ არ ვიტყვით, რომ არ აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა აისახება ნელა და ყველა შეფასების მიხედვით საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. რა ხდება აქ? საკმაოდ რთული საკითხი არის და საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის. პირველი, რაც უნდა ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთი ეს არის იმ პროდუქტის ფასი, რა პროდუქტსაც თავაზობს საფინანსო სექტორი მომხმარებელს. ანუ პროდუქტის ღირებულება შედგება უამრავი ფაქტორისგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის თვითღირებულება, რა უჯდება საფინანსო სექტორს ამა თუ იმ პროდუქტის მოძიება, რომელიც უნდა მისცეს, თქვათ, მომხმარებელს. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარში საპროცენტო განაკვეთს ერთი ნაწილში განსაზღვრავს რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც როგორც ვიცით, მაღალი არის დღეს. მეორე, რამდენად არის ხელმისაწვდომი გრძელვადიანი ან თუნდაც მოკლევადიანი ლარი არსებულ ბაზარზე. რომ გადავიდეთ უცხოურ ვალუტაზე და უცხოეთიდან მოზიდულ სახსრებზე. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უკანასკნელ პერიოდში ყველა მიცის უკვე და არაერთხელ ვისაუბრია ჩვენს, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლევანდელი წლის ბოლომდე თუ მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება დოლარზე, ევროზე მაინც ისევ იგივე თონეზე არის. მიუხედავად ამისა, აქვე უნდა დავამატოთ, რომ საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი დღეის მდგომარეობით არ აქვს, რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოში შემოტანა თანხის, მათ შორის უცხოური ვალუტის, უფრო ძვირიჯდება, ვიდრე თქვენ მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის ევროს მოზიდვა მნიშვნელოვნად ნაკლები ჯდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში და ლარიზაციის ხელშეწყობის მოტივაციის თვალსაზრისით იყო არაერთი შეზღუდვა შემოღებული უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ნიშნავს მოზიდული სახსრების რეზერვირების უფრო მაღალ დონეს ვიდრე ლარში მოზიდულ სახსრებზე. 25% არის უცხოურ ვალუტაზე მოზიდვაზე რეზერვის ვალდებულება, 5% არის ლარში, რაც ასევე აძვირებს ამას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რისკის ფაქტორიც მნიშვნელოვნად არის, ანუ შემოდის ერთ-ერთ კომპონენტად. როგორც იცით, საბაზისოდ მაინც იპოთეკურ სესხებს ვიღებთ ხოლმე. ერთი არის, რომ სწორება ხდება და უფრო, ისე ვთქვათ, თვალნათელია და საკმაოდ დიდი პორტფელია მცირე რაოდენობის ცესხებით, მაგრამ მეორე კუთხით ერთ-ერთი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი მაინც იპოთეკურ სესხებს აქვს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრისკიანი სესხები. თუ იპოთეკურ სესხებზე გვაქვს დაბალი საპროცენტო განაკვეთი შედარებით უფრო მაღალ რისკიან სესხებზე, მაგალითად არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე, ლომბარდზე უფრო მაღალი არის საპროცენტო განაკვეთი. აქ უნდა ცალსახად ვთქვათ, რომ გათვალისწინებული არის იმ რისკის აპეტიტი, რომელიც შედის თვითღირებულებაში, ანუ იმ დაუბრუნებელი სესხების ნაწილის ღირებულება
შედის ამ 100% განაკვეთში. ხო, აი აქ საინტერესო არის იპოთეკური სესხის განაკვეთი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების განაკვეთი არის უცვლელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იპოთეკური სესხების განაკვეთი მაინც გაძვირდა. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მაღლა გაიზარდა ლარში სესხების გაცემის ზღვარი, აქედან გამომდინარე უმეტესი სესხები, ანუ უფრო მეტი რაოდენობის სესხები, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხების უმრავლესობა უკვე ლარში გაიცემა. საფინანსო სექტორის მხრიდან ლარზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, ამისი უამრავი ფაქტორია, რამაც ეს განსაზღვრა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის უკანასკნელ პერიოდში იცით კიდევაც, რომ გარკვეული ლარის რესურსის გადაკონვერტირება მოხდა უცხოურ ვალუტაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ წლის დასაწყისში ხდება ხოლმე, ანუ ეს მოლოდინები არის, იმიტომ რომ ახალი წლისთვის იმპორტის ზრდა ხდება, შემდეგი ეტაპი არის დივიდენდების გადახდის პერიოდი, რაც გარკვეულწილად უფრო ამცირებს, ესე ვთქვათ, ანგარიშებზე ლარის მოცულობას. ამ თვალსაზრისით ამ ყველაფერმა მოახდინა რეაგირება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის რესურსის 100% განაკვეთების ზრდა არის და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შეიცვლება. როგორც იცით, არაერთი რეკომენდაციაც იყო ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება მიექციათ ამისთვის და მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, ხელი შეეწყოთ არსებულ სიტუაციაში უფრო მეტი ლარის მიწოდების კუთხით. ლარიზაციის პოლიტიკა ახსენეთ 750,000 ლარი. ეს არის ახალი ზღვარი. როგორ აფასებთ აი ამ ფორმით და ამ ტემპით ლარიზაციის პოლიტიკის წინ წაწევას? ეს უფრო მეტად შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბანკებს თუ გამოწვევებს? ალბათ უფრო რეალური შეფასების თვალსაზრისით რამდენიმე პასუხს გავცემ ამას. პირველი ნაბიჯები ლარიზაციის კუთხით ბევრად უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ეს უკანასკნელი ნაბიჯები. და ესეც მინდა რომ უფრო ზუსტად ავუხსნა, ესე ვთქვათ, საზოგადოებას რას ნიშნავს. ანუ პირველი გადაწყვეტილებები, პირველი ბიჯები, როდესაც მზარდი იყო მოთხოვნები ლარიზაციის კუთხით, უფრო მეტ მომხმარებელს ეხებოდა, ვიდრე ეს შეეხება დღეის მდგომარეობით, მაგალითად 500,000 ლარიდან 750,000 ლარამდე ამ ზღვარის აწევის კუთხით. მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს როგორც საფინანსო სექტორისთვის, ასევე მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის ეს შეზღუდვები ყველაზე ეფექტური მაინც გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილებები იყო ლარიზაციის უფრო მეტად ხელშეწყობის. ამიტომ ივზომავთ მოთხოვნის და საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის შედეგებით, რაც გვაქვს რეალურად. ანუ რაღაცნაირად ვახდენთ კულტივირებას იძულებითი ნდობის ლარის მიმართ. ეს შეიძლება ეფექტური და ეფექტიანი იყოს გრძელ ვადაში. აქაც ხო ორ ნაწილად იყოფა, თუ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში არის და ცალსახად ადასტურებთ, რომ უცხოურ ვალუტაშია, თქვენ შეგიძლიათ უცხოურ ვალუტაში აიღოთ ნებისმიერი მოცულობის სესხი, მაგრამ მეორე მხარეს არის, თუ თქვენი შემოსავალი ლარში არის, ეს გარკვეულწილად მიყვება კიდევაც მხოლოდ ლარიზაციისთვის არ არის ამ განმარტებებში არის ისიც რომ ეს არის მომხმარებლების დაცვის კუთხითაც. იმიტომ რომ თუ თქვენ შემოსავალი არის ლარში, თქვენ არ უნდა ატარებდეთ სავალუტო რისკს. აქ შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა 9 მილიონი ლარიან სესხზე და 750,000 ლარის სესხი თუ გაქვთ, რამდენად გათვითცნობიერებული სესხებელი ხართ და რამდენად აკონტროლებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კი, აბსოლუტურად დაზღვეული აქვს მომხმარებელს სრულად ეს რისკები, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ხო, ეს კითხვები შესაძლებელია მეც გამიჩნდეს, მაგრამ ეს კომპონენტიც არსებობს. თუ შემოსავალი არსებობს ლარში,
უმჯობესია გქონდეს სესხი იმავე ვალუტაში, ანუ რა ვალუტაშიც გააქვს, რომ არ ატარო დამატებითი რისკები და ამ თვალსაზრისით არაერთხელ ვსაუბრობთ ხოლმე ლარის სტაბილურობის თვალსაზრისზე და მის გავლენაზე ქვეყნის უცხოურ ვალდებულებებთან მიმართებაში, ხომ? ანუ ამ თვალსაზრისით ლარის სტაბილურობაზე, როდესაც მიდის საუბარი და თქვათ ლარის გაუფასურებასთან ერთად, როდესაც ვსაუბრობთ ფასების სტაბილურობაზე, ზეწოლაზე, აუცილებლად ვახსენებთ ხოლმე ქვეყნის რისკი რამდენად დგება ესე ვთქვათ, ანუ საერთაშორისო ვალდებულებების თვალსაზრისით. ამიტომ იგივე რისკი რომ არ იყოს, ესე ვთქვათ, ასახული სესხებლებზე, ეს კომპონენტიც არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ცალსახად ვაცნობიერებთ, რომ ლარიზაციის ხელშეწყობის კუთხით უფრო მეტად შემოქმედებს ეს გადაწყვეტილება. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის საბანკო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორი, თუმცა რამდენად განვითარებული არის იგივე ვთქვათ დასავლური ქვეყნებში არსებულ საბანკო სისტემებთან მიმართებით, რამდენად აქვთ ამ ბანკებს ინსტრუმენტების მრავალფეროვნება იმისთვის, რომ არა მხოლოდ რაღაცა ამ ხისტი რეგულაციების გზით დამიცვან მე როგორც მომხმარებელი, არამედ ვთქვათ სხვადასხვა ტიპის პაკეტები შემომთავაზონ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტების თვალსაზრისით არაერთხელ ხსმენიათ კიდევაც, რომ მაქსიმალურად ხდება მოტივაცია პროექტების განხილვა, რა შეიძლება გააჩინოს, რა ინსტრუმენტებმა შეიძლება გააჩინოს, არა მხოლოდ ინსტრუმენტებმა, არამედ რა პროდუქტები შეიძლება გაჩნდეს ბაზარზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვას და მეორე კუთხით საფინანსო სექტორისთვის უფრო, ესე ვთქვათ, მოქნილი იქნება საფინანსო სექტორი. აქვე მინდა ვაღვნიშნო, ლარზე ვსაუბრობდით და არ შემიძლია აღვნიშნო საერთაშორისო მონეტარული ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ლარის რესურსთან დაკავშირებული ზუსტად და იმ გამოწვევასთან დაკავშირებით კითხვა, რომ ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობის კუთხით რა ნაბიჯები გადაიდგმება და მეორე იყო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ლარზე, ესე ვთქვათ, ლარზე მოთხოვნა შესაძლებელი უფრო მეტად იყოს მცირე ბანკების კუთხით, ვიდრე იმიტომ რომ ხო, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი მაინც არის მსხვილ ბანკებში და ამ თვალსაზრისით შესაძლებელი მათთვის უფრო მარტივი იყოს ეს წნეხი გადასალახა. რა ინსტრუმენტებზე შეიძლება იყოს საუბარი? პირველი არის საფონდო ბირჟის განვითარება, ანუ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ასევე ობლიგაციების კუთხით ბაზრის გააქტიურება და ამ თვალსაზრისით ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროდუქტების კუთხით და აქვე არ შემიძლია აღვნიშნო ფაქტორინგის ნაწილი, რომელთან მიმართებაშიც საკმაოდ დიდი შრომა ჩადო არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ სხვადასხვა ასოციაციებმა, ესე რომ ვთქვათ, და მაქსიმალური ხელშეწყობა იყო ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, ანუ აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომელიც ერთგვარად მივიდა უკვე დასასრულისკენ და ამ თვალსაზრისით ველოდებით ასევე გააქტიურებას. ასევე მნიშვნელოვანი არის დოკუმენტური ოპერაციების გააქტიურების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ეს ინსტრუმენტები რამდენად ხელს ღია ბანკინგი უფრო კონკურენციის თვალსაზრისით შემიძლია რომ ვახსენო, აქ ამ თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია და ამ კუთხით რეკომენდაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი იქნება, რომ დამატებითი ინსტრუმენტები გაჩნდეს მცირე და ნიშური საფინანსო სექტორის
წარმომადგენლებისთვის, რომლისთვისაც უფრო მეტი ადგილი გაჩნდება, რომ შემოვიდეს ბაზარზე და მოიპოვოს უფრო მეტი მოხმარება და პოპულარობა. მეტ შესაძლებლობას შესაძლებელია მომხმარებლისთვის გააჩენს, იმიტომ რომ უფრო ფართო იქნება მისი არჩევანი, მაგრამ ესე ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვი. უფრო მეტად ღია ბანკინგი ცალსახად ხელს შეუწყობს როგორც ფინტექების განვითარებას, ასევე მცირე ბანკებისთვის გახსნის საშუალებას, რომ გარკვეული პროდუქტების კუთხით უფრო მარტივი იყოს მათთვის შეთავაზება და უკვე არსებულ ბაზარზე არსებული ინსტრუმენტები გამოიყენონ იმისთვის, რომ განავითარონ ესა თუ ის პროდუქტი. კაპიტალის ბაზარი ახსენეთ თქვენ, კითხვა $1,000,000-იანი არის რა უშლის ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი უკვე ჩამოყალიბებული ეკონომიკური, ესე ვთქვათ, სტრუქტურა ქვეყანაში, როდესაც მაღალი კონცენტრაციის პირობებში ბანკები ხდებიან იმ ყველა ძირითადი სერვისის მიმწოდებელი, ხომ? ანუ სხვა თანაბარ პირობებში, ვთქვათ, ბანკები რატომ უნდა აფინანსებდნენ მაგალითად სტარტაპებს, ხომ? რატომ არის ეს, ვთქვათ, ბანკების საქმე, როგორ ფიქრობთ? აი ეს ეკონომიკური სტრუქტურა, როგორც შედეგი, უშლის თუ არა ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში უკვე დღეს. ამ მიმართულებით არსებობს აზრების სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მრავალფეროვნება, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი უმთავრესი საკითხი და გავამახვილოთ ყურადღება, რომ საქართველო არის შედარებით პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვერ ვიტყვი, რომ ესე ვთქვათ, ხშირი მაგალითები გვაქვს, როდესაც ფასიანი ქაღალდების ბაზარი დიდ წილს იკავებს მთლიან საფინანსო სექტორში. აქვე რა თქმა უნდა ვახსენოთ ის საკითხიც, რომ საქართველოში იმდენად მცირე არის, რომ საერთოდ წილთან მიმართებაშიც ცოტა ნაადრევია ვისაუბროთ, მაგრამ აქვე ვახსენებ იმას, რომ ერთადერთი კონტრიბუტორი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით კვლავინდებურად საბანკო სექტორი რჩება. საბანკო სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიმართულებით განვითარებას, ნერგავს გარკვეულ სტანდარტებს და მეორე საკითხი არის, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მომხმარებელი იგივე ამ ფასიანი ქაღალდების. ამიტომ აქ შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორისთვის გახდა ეს აუცილებელი უკვე და ეს არ მოხდარა გუშინ და გუშინ წინ ეს რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე აშკარა იყო, რომ საბანკო სექტორი არა მხოლოდ იმიტომ უწყობდა ამ მიმართულებას ხელს, რომ ვთქვათ, როგორც მიმართულება განვითარებული იყო, არამედ აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უკვე კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ზრდას საქართველოში, ასევე ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის ზრდას. აქვე ვახსენებ, რომ საბანკო სექტორი არის დაახლოებით, ესე ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტის ხელა, აქტივების ზომა, რაც იმისი წინაპირობაა, რომ საბანკო სექტორი არის გარკვეული სარკე ეკონომიკის, ანუ ეკონომიკაში რა ხდება, ვთქვათ, რა მიმართულებით ვითარდება, პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე საბანკო სექტორს. ქვეყნის რისკების ნაწილში თქვენ ახსენეთ, რომ საინვესტიციო რეიტინგი არ გვაქვს, ფიჩის ბოლო შეფასებასაც რომ შევხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს საკრედიტო რეიტინგს BB დონეზე, პერსპექტივა არის გაუარესებული და ამ შეფასებებით არა მხოლოდ ფიჩის, მუდის ის იქნება ეს თუ Standard & Poor's-ის შეფასებები, ყველა ამ შეფასებით საბანკო სექტორი გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციებზეა, ვიდრე თვითონ ქვეყანა. რას ნიშნავს ეს და რას ნიშნავს ეს უფრო დეტალურად, ესე ვთქვათ, სისტემური ბანკებისთვის, იმიტომ რომ ისინი ერთის მხრივ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორები არიან საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ ქვეყნის რისკებსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს სისტემური ბანკები ირეკლავენ. ასე არ არის. საკმაოდ რთული კითხვა არის და კითხვის სირთულე გამომდინარეობს არა იმიტომ, რომ პასუხი არ არსებობს, ან რთულია პასუხის გაცემა, არამედ პასუხი უნდა იყოს კორექტული და აღქმადი, სწორად აღქმადი. რას გულისხმობ ამაში? გულისხმობ შემდეგ საკითხს, რომ
პანდემიის შემდეგ და ასევე უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რეგიონის რისკი არის მკვეთრად გაზრდილი. აქედან გამომდინარე პერსპექტივის ცვლილება მხოლოდ კონკრეტულად უკანასკნელ პერიოდში შეფასებით მაგალითად შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის მოლოდინის ან არასტაბილურობის კუთხით არ არის მხოლოდ ამისი ეფექტი და ეს არის კომპლექსურად ეფექტი არა მხოლოდ რეგიონის მიმართ, არამედ შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოშიც იცვლება მიდგომები ამ თვალსაზრისით. ამიტომ მოკლევადიან რეჟიმში რაიმე კუთხით გაუმჯობესების თვალსაზრისით, რეიტინგის გაუმჯობესების თვალსაზრისით ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ესეთი ოპტიმისტური მოლოდინები არსებობს, მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ფონდმა გააკეთა კონკრეტული აქცენტი იმაზე, რომ მთავრობა და მარეგულირებელი მაქსიმალურად ცდილობს, რომ კვლავინდებურად სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით მიიღოს ახალი რეგულაციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს საკანონმდებლო ბაზას საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზასთან. Აი თქვენ ახსენეთ, ესე ვთქვათ, მოსაფრთხილებელი საკითხებიო, ესე ვთქვათ, ნარატივისთვის და პასუხებისთვის და Fitch Solutions-ის ახალი ანგარიში არის, სადაც ესე ვთქვათ, ისინი აღარ ფრთხილობენ და პირდაპირ უსვამენ ხაზს, რომ ევროკავშირში დაშორება ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება შემცირდეს ინვესტიციები საქართველოში. ამიტომ რეგულირება ერთი მხარეა, მაგრამ ფული თუ არ ექნა ქვეყანას, არ მგონია რომ რეგულირება უშველოს ხო განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, იმ სექტორის ნაწილში, რომელზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ საქართველოს საბანკო სექტორის ნაწილში. ამიტომ აი რა ხდება ამ კუთხით ქვეყნის რისკი, რა გავლენას ახდენს დღეს ბევრი მიმართულებით საბანკო სექტორზე. პირველი დავიწყოთ, რომ საბანკო სექტორი მოდით ეს ვთქვათ, საბანკო სექტორმა არაერთხელ დაადასტურა, რომ სხვადასხვა გამოწვევების მიმართ ადეკვატური პასუხისთვის არის მზად. კი, თამამად დაგეთანხმებით განსაკუთრებით საერთაშორისო სანქციების ერთგულების კუთხით, როცა სწორედ მარეგულირებელმა შეუქმნა ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან დიდი უხერხულობა საბანკო სექტორს თავის ნათიათურნავას ცნობილი გადაწყვეტილებით, თუმცა ესე ვთქვათ, ამ კუთხით სხვა არჩევანი აქვთ თუ არა საერთოდ ბანკებს, გარდა იმისა, რომ ისინი ერთგულები იყვნენ საერთაშორისო სანქციების. ყოველთვის ვერიდებით პოლიტიკურ შეფასებას. არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ან არ გვაქვს შეხედულება, უბრალოდ ობიექტური შეფასებისთვის, ანალიტიკური შეფასებისთვის დააზიანებს უბრალოდ იმ შეფასებას და იმ შეფასების აღქმას, რაც შესაძლებელია არსებობდეს. და ეს არაერთხელ მომხდარა კიდევაც გასულ პერიოდში. არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ სხვა მიმართულებითაც. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდებით და ვირიდებთ პოლიტიკურ შეფასებას. რეალურად რა კომპონენტი არის გათვალისწინებული იქნება ეს საპროცენტო განაკვეთის ფასთან მიმართებაში თუ სხვა მიმართულებით, უკანასკნელ შეფასებას სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ამასთან მიმართებაში ამ დასკვნაზე უნდა გაკეთდეს, მომზადდეს, ესე ვთქვათ, ანალიტიკური ბაზა, რაზეც ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილებები, ანუ ეს გადაწყვეტილებები, ეს შეფასებები და რამდენად ადეკვატურად არის მზად საბანკო სექტორი, ვთქვათ, რომ გაითვალისწინოს ეს რისკები და შემდგომში იყოს ამისთვის მზად, დღეს არა ვარ ამისთვის მზად. სხვათა შორის IMF-მაც მოითხოვა რისკების ხელახლა შეფასება საბანკო სექტორისთვის. მაგრამ აქ უნდა ვახსენოთ, რომ მაღალ კაპიტალიზირებული საბანკო სექტორი გვაქვს. ანუ რეალურად ამისი თქმის საშუალება ეს არ არის მარტივად სათქმელი და მარტივად შესაძლებელი. ამისი თქმის საშუალება არის ის, რომ საქართველოში კაპიტალიზაციის დონე საბანკო სექტორს აქვს უფრო მაღალი ვიდრე რეგიონს და უფრო მაღალი ვიდრე განვითარებულ ქვეყნებსაც კი.
ეს იმისი წინაპირობა არის, რომ არა მხოლოდ, ესე ვთქვათ, კრიზისზე რეაგირების დროს არ არის მხოლოდ ინსტრუმენტები საჭირო, რომ გადარჩეს ან ხელი შეუწყოს საბანკო სექტორის სტაბილურობას მარეგულირებელმა, ან სხვადასხვა ინსტრუმენტებმა, როგორც არის დეპოზიტების დაზღვევა, იქნება ეს სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოები, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, არამედ თვითონ საბანკო სექტორი არ უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ამ ინსტრუმენტების ამოქმედების საშუალება იყოს. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ საბანკო სექტორმა არა მხოლოდ ესე ვთქვათ, რეაქციული მოქმედებები განახორციელა, იქნებოდა ეს ვთქვათ, პრობლემებთან დაკავშირებით და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით ბრძოლა, რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებში შეექმნა, არამედ პრევენციული ღონისძიებებიც, რომელიც შეთანხმებულად ერთად საკმაოდ დროულად განახორციელა საბანკო სექტორმა და ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, იქნება ეს სანქციების მიმართულებით თუ სხვა მიმართულებით საბანკო სექტორი დღესდღეობით ართმევს თავს და საკმაოდ დროულად ნაადრევადაც კი აკეთებს ხოლმე რეაგირებას სხვადასხვა რისკებზე. რისკების შეფასების თვალსაზრისით ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი რისკის იდენტიფიცირება არის საჭირო, რომ პრევენციულად მოვემზადოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იცით, რომ მეორე მხარეს ვდგავართ საბანკო ასოციაცია, როდესაც ვამბობთ, რომ ზედმეტი რისკების დაზღვევაც ხშირად შესაძლებელია წნეხი გახდეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საბანკო სექტორი ეს ცოტა რთულია ხოლმე ვთქვათ, რომ ყველა გამოწვევისთვის მზად არის, მაგრამ არის მზად იმ გამოწვევებისთვის, იმ იდენტიფიცირებული თეორიული რისკების და გამოწვევებისთვის, რომელიც არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ისევ ჩემს შეფასებას გაგიზიარებთ და ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ გარედან, მეტიც გარედან იქნება ხოლმე შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ საბანკო სექტორი, მისი სიძლიერე, მისი კარგი კაპიტალიზაცია აძლევს ხოლმე მთავრობას და მარეგულირებელსაც ეგრეთ წოდებულ ფორას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეგულაციების ხარჯზე მოკლევადიანი გამოსავლები იყოს ხოლმე ეკონომიკისთვის მოძებნილი და ეს რეგულაციები საკუთარ მხრებზე აიღონ სისტემურმა ბანკებმა, მაშინ როდესაც ვთქვათ ლარის ნდობას ან ვთქვათ იგივე ლარის კურსის სტაბილურობას გაცილებით უფრო მეტი, გაცილებით უფრო ფუნდამენტური ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, როგორც ეროვნული ბანკისგან, ისე მთავრობისგანაც იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს შემცირებული. არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება და განსაკუთრებით ამასთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდში გვიწევდა საუბარი, როდესაც ვამბობდი, რომ არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა დღეს არის უკვე იმ დონეზე განვითარებული, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე განვითარებული და ყველაზე დიდი ეკონომიკა, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ იმ დონეზე არის უკვე განვითარებული, რომ არა მხოლოდ მას შეუძლია არა მხოლოდ მიიღოს საუკეთესო პრაქტიკები, არამედ შექმნას კიდევაც საუკეთესო პრაქტიკები, მათ შორის საბანკო სექტორი არის კონკრეტული მაგალითი, როდესაც მაგალითად დიჯიტალიზაციის კუთხით არაერთი, ანუ გაციფრულების კუთხით არაერთი ინოვაცია არსებობს უკვე, რომელიც დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს დაინერგა განვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა საუკეთესო პრაქტიკები გადმოვიტანოთ და საუკეთესო პრაქტიკებით ვიხემძღვანელოთ, მაგრამ მდგრადობის თვალსაზრისით ცალსახად აჩვენა უკანასკნელმა პერიოდმა, რომ ეკონომიკა დღეს არის უკვე მდგრადობის იმ დონეზე მისული, რომ მას შეუძლია ისაუბროს არა მხოლოდ გამოწვევებზე, არამედ იმ შესაძლებლობებზე, რა შესაძლებლობებიც შეიძლება წარმოიშვას იმ ათვლის წერტილიდან, რა ათვლის წერტილზეც დღეს ვართ. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული მიმართულებების კუთხით კვლავინდებურად რჩება და გრძელდება ამ თვალსაზრისით ამ შესაძლებლობების გახსნა, რომ საქართველოში კონკრეტულმა მიმართულებებმა და კონკრეტულმა ბიზნეს სექტორებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ და უფრო წინ იყოს, ვიდრე ეს შეიძლება, ესე ვთქვათ, მოსალოდნელი იყოს საქართველოში არსებული
კომპანიებისგან. გიხეთ თქვენ რომ ახსენეთ იმ ბიზნესების და იმ მიმართულებების შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე შეფასებები რომ აი რა მოხდა თუ კი ევროკავშირს დავშორდებით ვთქვათ ინვესტიციების და დასავლური ფულის და დასავლური კაპიტალის ჩანაცვლება შესაძლებელი გახდება სხვა წყაროებიდან და ბიზნესი ყოველთვის ერგება სიტუაციას და ამ ახალ თვისებრივად შეცვლილ სიტუაციასაც მოერგება. იგივე შეიძლება ითქვას თუ არა საქართველოს საბანკო სისტემის შემთხვევაში, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის თუ დასავლეთთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ესე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი პირველი სექტორი, რომელიც თავში მომდის, როდესაც დასავლეთთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მათ შორის დასავლური კაპიტალის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ამისი შეფასების თვალსაზრისით საკმაოდ ან უკვე უნდა არსებობდეს ამ თვალსაზრისით კონკრეტული რისკი, რომლის შეფასების თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება მათ შორის ამ ინსტრუმენტებზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ ამ შეფასებისთვის დღეის მდგომარეობით არ არსებობს ესეთი რისკები, იმიტომ რომ საბანკო სექტორი არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი არის და ამ თვალსაზრისით არც განიხილება რომ სხვანაირად შეიძლება იყოს და ამ კუთხით ნამდვილად ძალიან გამიჯერდება რომ დღეს რაიმე პასუხი გაგცეთ ამ ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხი. საპროცენტო განაკვეთებზე როდესაც მსჯელობდით თქვენ არ ახსენეთ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა. მე მინდა რომ მაყურებელმა ჩემი აქცენტი ახლა სწორად გაიგოს, ამიტომ პირველ რიგში ხას გავუსვამ იმას რომ საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე გამჭვირვალე სექტორი, ამიტომ ასე ვთქვათ, გარეთვალისთვის დასაკვირვებლად ადვილად ხელმისაწვდომი არის მათ შორის მოგებები და ამ სექტორის მოგების მარჟები. ეს ინფორმაცია ყოველთვის ძალიან დიდი დისკუსიის თემა ხდება ხოლმე. ამიტომ მინდა რომ დეტალურად და გასაგებად განვიმარტოთ ჩვენს მაყურებელს რა წილით აისახება მოგების მარჟა საპროცენტო განაკვეთში, რომელიც შემდგომ ჩვენ მომხმარებლებმა უნდა გადავიხადოთ. დიდი მადლობა კითხვისთვის და ხო, ალბათ გამომრჩა ეს საკითხი და უფრო მეტად გავშლი. პირველი უნდა ვახსენოთ, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და მომხმარებლების უფლების დაცვის კუთხითაც იცით, რომ უკანასკნელ პერიოდში უკვე საკანონმდებლო ბაზაა მიღებული და სხვა სექტორებსაც შეეხო, მაგრამ საბანკო სექტორი უკვე მე-12 წელია ამ მიმართულებით დგავს ნაბიჯებს და შემიძლია თქვა, რომ ანუ საბანკო სექტორის მომხმარებლების უფლებების დაცვის სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა არის დღეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სექტორის ეს ცალსახად დღეს აღიარებული არის და ამაზე მიდის საუბარი, რომ ეს უნდა გათანაბრდეს მათ შორის საბანკო სექტორის გარკვეული დაკორექტებდეს და გარკვეულ ნაწილში სხვა სექტორების ნაწილიც ამოვიდეს ემოთ. პროცენტთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთში ხშირად ჩდება ხოლმე კითხვები, რა არის საპროცენტო განაკვეთი და რამდენს იხდის მომხმარებელი, როდესაც ის იღებს სესხს. და საკმაოდ რთულია ხოლმე ამისი აღქმა მომხმარებლის მხრიდან. მომხმარებლების უფლებების დაცვა ვახსენეთ ცალსახად იმ თვალსაზრისით, რომ პირველ გვერდზე, ესე რომ ვთქვათ, ყველა კონტრაქტის პირველ გვერდზე კონკრეტული ფონტის ზომითაც კი განსაზღვრული არის ის ძირითადი პირობები, ანუ ის მთავარი უმნიშვნელოვანესი პირობები, ეს იქნება პროცენტი ან დამატებითი პირობა, რომელიც შეიძლება განსაზღვრავდეს ძირითადი პირობის პროცენტის ვადის ცვლილებას, ყველაფერი ასახული არის პირველ გვერდზე თავსარჩი. აქვე არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს თავის თავში არა მხოლოდ პროცენტს, ორდინალურ პროცენტს, რომელიც აწერია, ასე ვთქვათ, რომელსაც ვიხდით, არამედ საკომისიოებს, ყველა საკომისიოს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული არის სესხის გაცემასთან, მათ შორის თუ ვალდებულების ნაწილში არის გარკვეული მესამე მხარის მომსახურებების მიღებაც კი, ესეც გათვალისწინებული არის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში გათვალისწინებული არის, თუ თქვენ უცხოურ ვალუტაში გაქვთ სესხი, გათვალისწინებული არის ასევე გაუფასურების რისკიც. და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის მომხმარებლისთვის.
როგორც შედარების კუთხით, ან კონკურენციაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე და მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ორ სესხს ვადარებთ ერთმანეთს, მაგალითად ორ შემოთავაზებას ვადარებთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადაროს მომხმარებელმა, რა თქმა უნდა, დამატებითი პირობების შეფასება უკვე იმ დეტალებში გადავყავართ, რომელიც უკვე ინდივიდუალურად უნდა განიხილოს, მაგრამ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარება უნდა მოხდეს აუცილებლად, მათ შორის ვალუტის არჩევის დროსაც და სხვა, ესე ვთქვათ, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში. იმიტომ რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს რა ხარჯი აქვს, ანუ რა პროცენტში გამოხატული ხარჯი მომხმარებლისთვის რამდენს გადაიხდის ის თუ სრულად გამოიყენებს ამ თუ იმ სესხს. საკომისიოების თემაზეც დავაზუსტებ თქვენის ნებართვით, ანუ ამ საკომისიოებიდან მიღებული შემოსავალი, როგორი ტიპის შემოსავალი არის ქართული საბანკო სექტორისთვის, არის თუ არა ეს მაღალი შემოსავალი, ესეც საკმაოდ კამათის საკითხი არის ხოლმე და მისი ღირებულებაც თუ ისახება საბოლოო ჯამში საპროცენტო განაკვეთში. კონკრეტული ერთი ტრანზაქციის ჭრილში თვითღირებულებაზე რო წავიდეთ და თვითღირებულების თვლა რომ დავიწყოთ, მერწმუნეთ რომ საკომისიოები უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე დღეს არის ისინი. იმიტომ რომ ინდივიდუალური თვლის ნაწილში საკომისიოები სრულად ვერ დაფარავენ იმ ხარჯებს, უმეტესწილად ვერ დაფარავენ იმ ხარჯებს, რა ხარჯებიც შეიძლება მოსდევდეს ამა თუ იმ ტრანზაქციას. მაგალითისთვის რო ვთქვათ, ყველას პრაქტიკულად პლასტიკური ბარათები გვაქვს და ძალიან იშვიათი შემთხვევა არის, რომ ეს საკომისიოში არ არის გათვალისწინებული, მაგალითად პლასტიკის ღირებულება, ახალი პლასტიკური ბარათის იმ გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელიც ტელეფონით ვახდენთ, ამ გადახდებს ბანკომატიდან ვანაღდებთ ფულს, ანუ ამას ის თვითღირებულებაზე ვერ დავდივართ. აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში კვლავინდებურად რჩება უმეტესი ადამიანი, რომელიც მინიმალური პაკეტის მომხმარებელი არის. და ის მზარდია და უფრო მეტი ადამიანი ხდება, ესე ვთქვათ, პრემიალური ან უფრო მაღალი პაკეტის მომხმარებელი, მაგრამ მინიმალურ პაკეტში გულისხმობ კვლავინდებურად მაგალითისთვის, რომ ავიღოთ ადამიანები, რომლებიც ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საბანკო მომსახურებით. და პროპორცია მინდა ვთქვა, რომ ანუ საკმაოდ დიდი პროპორცია არის. დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სერვისების 98%-ზე მეტი უკვე ელექტრონული სერვისებით ხდება მოხმარება და ამისი ხელშეწყობა მაქსიმალურად ხდება და მათ შორის ღია ბანკინგიც იქნება, რომელიც ხელშეუწყობს ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ განვითარებას, მაგრამ მაინც აქვე უნდა ვახსენოთ, რომ მომხმარებლების კუთხით არის მინიმალური პაკეტის მომხმარებლები, რაც იმისი წინაპირობა არის, რომ მათთვის შესაძლებელია ერთეული ტრანზაქციის ღირებულება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე პრემიალური მომხმარებლისთვის, რომელიც არაერთი პროდუქტით სარგებლობს და ეს ვთქვათ, უფრო კონკურენტუნარიანი მომხმარებელი არის საფინანსო სექტორისთვის და უფრო მეტი შემოთავაზება შეიძლება მიიღოს, იმიტომ რომ ის ბევრი სერვისით სარგებლობს, ბევრი პროდუქტით სარგებლობს. ამ თვალსაზრისით კვლავინდებურად ეს კითხვები იქნება ხოლმე, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი საკომისიოები, რომელიც დღეს არსებობს და თუ აქ არის ხოლმე გარკვეული კითხვები, იცით კიდევაც, რომ მარეგულირებელი მუდმივად ერევა ხოლმე ამ საკითხთან მიმართებაში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაარეგულიროს, მაგრამ მეორე კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკომისიოების უმეტესი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ თვითღირებულების თვალსაზრისითაც შეიძლება ვერ ფარავდეს იმ თვითღირებულებას, რაც ღირს რეალურად საფინანსო სექტორისთვის ესა თუ ის პროდუქტი. მადლობა ამ მომწურავი პასუხისთვის. კონკურენციის თემასაც მინდა შევეხოთ. თქვენ ერთ-ერთ ჩვენს ეთერში თუ არ ვწდები, ეს იყო საქმის კურსი. ძალიან საინტერესო რამ თქვით, რომ პოტენციურად მესამე ბანკის ბაზარზე გამოჩენა საერთოდ არ არის ცალსახა, აისახება თუ არა მაღალი კონცენტრაციის შემცირებაში. ეს არ არის ის, რასაც ვთქვათ, რიგითი მაყურებელი უცებ იფიქრებდა, ამიტომ თუ შეიძლება განგვიმარტეთ უფრო დეტალურად რას გულისხმობთ ამაში. რა თქმა უნდა, ეს არის და ამას ვერ გავექცევთ, რომ არსებობს ეს მაღალი კონცენტრაცია, მაგრამ ამას
არ აქვს გადამწყვეტი ფუნდამენტური, ესე ვთქვათ, როლი შემდგომ განვითარებაში. კონკურენციის თვალსაზრისით ცალსახად იყო უკანასკნელი შეფასება და ამის წინა შეფასებები იქნებოდა ეს EBRD, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი, რომლებმაც ცალსახად თქვეს, რომ კონკურენციის თვალსაზრისით დღეს შესაძლებელია კონკრეტული გამოწვევები არსებობდეს და ამ თვალსაზრისით იქნება ეს ღია ბანკინგის განვითარება თუ სხვადასხვა ინსტრუმენტების შემოტანა სისტემური ბანკებისთვის იქნება თუ მცირე ბანკებისთვის, მიუხედავად ამისა, კონკურენცია არსებობს ბაზარზე, ამისი რამდენიმე ელემენტი არსებობს. ეს არის საპროცენტო განაკვეთები უფრო მეტად გასაგები რო გახდეს მარჟა, საპროცენტო განაკვეთის მარჟა წლიდან წლამდე შემცირებადი არის საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ბანკი საკმაოდ დიდ შრომას და ფინანსებს დებს რეკლამაში, მომხმარებლისთვის უფრო მეტად კომფორტული პროდუქტების შეთავაზებაში, რაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით არ იარსებებდა ეს შეთავაზებები, თუ არ იქნებოდა კონკურენცია და თუ არ იარსებებდა ამისი აუცილებლობა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საბანკო სექტორში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ბანკის შემომატება გვაქვს. ეს იქნება მიკრობანკები, 2 ახალი ბანკი შემოემატა საბანკო სექტორს და შარშან ციფრული ბანკების 3 ლიცენზია, ახალი ლიცენზია არსებობს, რაც ასევე კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, რომ საბანკო სექტორში არსებობს კონკურენცია და ამ კონკურენციის განვითარებაზე ზრუნავს როგორც ქვეყანა, ასევე სექტორი. ეხლა მესამე ბანკის გაჩენასთან დაკავშირებით, ხო, არსებობს ესეთი, ასე ვთქვათ, სურვილი, ჯერჯერობით რაიმე სიახლე ამ თვალსაზრისით არ გვაქვს და ადასტურა ლიბერტი ბანკის აქციონერმა, რა თქმა უნდა, არსებობს სურვილი შეძენის ბანკის, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, ორი დამოუკიდებელი ბანკი დღეს ფუნქციონირებს და დღეს, ესე ვთქვათ, წინაპირობა რო რაიმე ვთქვათ, უკვე გადაწყვეტილია და უკვე დასრულებულია ეს მემართულება, ამისი საფუძველი არ არსებობს. კითხვა იყო, რომ ეს მესამე მსხვილი ბანკის გაჩენა. მესამე მსხვილი ბანკის გაჩენა პირდაპირ პროპორციულად ვერ შეამცირებს კონცენტრაციას, ხო? ანუ ლოგიკური არის, ანუ 3 მსხვილი ბანკი იქნება, 2 მსხვილი ბანკის მაგალითად იარსებებს 3 მსხვილი ბანკი. ამიტომ ამ თვალსაზრისით რამდენადაც კარგი იქნება კონკურენციისთვის, იმიტომ რომ მესამე მსხვილ ბანკს ექნება საშუალება, რომ უფრო მეტად მოიზიდოს რესურსები, ანუ რა რისკზეც ვისაუბრეთ ლარის თვალსაზრისით, ხელმისაწვდომობა შესაძლებელია მსხვილ ბანკებს უფრო მეტი კონდეს ლარის რესურსთან მიმართებაში ვიდრე მცირე ბანკებს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაგრამ ორი ბანკისთვის კონკურენტის გაჩენა არ ნიშნავს, რომ კონკურენციას, ესე ვთქვათ, გლობალურად შეეწყობა ხელი. ხო, დღეს კონკურენცია არსებობს და ამ კონკურენციის უფრო მეტად განვითარებისთვის უნდა ვისაუბროთ, რომ გაჩნდა ბაზარზე ნიშური ბანკები. ამან მიცა საშუალება სხვა ბანკებსაც, რომ უფრო მეტად განვითარდნენ კონკრეტული პროდუქტების ჭრილში და კონკრეტულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩინონ უფრო მეტი მოთხოვნა, როგორც მომხმარებლების მხრიდან, ასევე საფინანსო სექტორში გააჩინონ უფრო მეტი კონკურენცია ამ თვალსაზრისით. ანუ ასე არ არის, ვთქვათ, როგორც რიგითი მაყურებელი დაინახავდა ამ სიტუაციას, რომ მაღალი კონცენტრაცია ნიშნავს ორი სისტემური ბანკის მიერ ბაზრის ძალიან მაღალი წილის ფლობას და ამ კონცენტრაციის, ესე ვთქვათ, შემცირება ნიშნავს მათ შორის ამ ბანკებისთვის ამ ბაზრის წილის დათმობას, ვთქვათ, თუნდაც მესამე ბანკის სასარგებლოდ. ეს არ არის სინამდვილეში, ესე ვთქვათ, ამ კონცენტრაციის შერყევის თუ შემცირების საფუძველი, ჩვენ არასწორად ვხედავთ ამას. კონკრეტულად ამ ორი ბანკისთვის შესაძლებელია ესეც შეაფასოთ, მაგრამ კონკრეტულად ამ ორი ბანკისთვის და არა მთლიანად დიახ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ბანკზე მოდის ბაზრის უდიდესი წილი. დიახ, უდიდესი წილი მოდის ორ ბანკზე დღეს, იქნება 3 ბანკზე, ანუ მომხმარებლების კუთხით 3, ანუ თუ თქვენ უმსხვილეს ბანკებში გინდათ აუცილებლად რომ მიიღოთ მომსახურება, რა თქმა უნდა, არჩევანი გაიზრდება ერთი ბანკით, თქვათ, და ეს იქნება ახლა რეალურად კონკურენციის თვალსაზრისით ვერ ვიტყვი, რომ დღეს არ არსებობს კონკურენცია. რა თქმა უნდა, წინაღობები და რა თქმა უნდა, სხვადასხვა
გამოწვევების სხვადასხვა ბანკს სხვადასხვანაირად უდგას. მათ შორის ხვილ ბანკს სხვა გამოწვევები უდგას, მცირე ბანკს სხვა გამოწვევები უდგას, მაგრამ ამ თვალსაზრისით რომ ისე ვთქვათ, კიდევ ერთი გაჩნდება, ან ორი გაჩნდება უფრო მსხვილი, ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს ცალსახად ან შეამცირებს კონცენტრაციას, ან ხელს შეუწყობს მხოლოდ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ამბობ, კონკურენციის განვითარების და კონკურენციის უფრო გამძაფრების კუთხით მნიშვნელოვანი არის ინსტრუმენტები, რომელი ინსტრუმენტებითაც უკვე არ ვისაუბრებთ არა კლასიკური პროდუქტების გადანაწილებაზე, არამედ ნიშური კონკრეტული პროდუქტების განვითარებაზე, კონკრეტული მიმართულებების განვითარებაზე და ამის ხელშემწყობი იქნება მაგალითისთვის რო ვთქვათ ინსტრუმენტები ფაქტორინგი იქნება ეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ღია ბანკინგი რომელიც გაციფრულების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეორე მხარეს არის ეროვნული ბანკის უკანასკნელი გამოცხადებული ეს ვთქვათ ეს იქნება სწრაფი გადახდის ინსტანტები ამ მიმართულებით განვითარება რომელიც ასევე ხელს შეუწყობს კონკურენციას და მაქსიმალურად და ანუ აქ უფრო მნიშვნელოვანი არის რომ კონცენტრირდეთ რომ კონკურენციის თვალსაზრისით კონცენტრაციას კიდევ ერთხელ ვერ წარმოვიდგენ რომ ეს არის ან დღეს ვერ წარმოვაჩენ რომ ეს არის უმთავრესი პრობლემა. ამან შეიძლება გარკვეული მიმართულებებს ხელი შეუწყოს ან ხელი შეუშალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ანუ აქედან გამომდინარე რაიმე დასკვნების დღეს გაკეთება ცოტა რთული არის ჩემი მხრით. ჩინური ბანკების პერსპექტივას ხედავთ დღეს საქართველოს საბანკო ბაზარზე. დღეს ცნობილი ჩემთვის არ არის. დიახ, ამას იმიტომ გიკითხებით, რომ ნათია თურნავამ სწორედ როგორც რაღაც კონკურენციის პოლიტიკის ნაწილად ახსენა ჩინური ბანკების შემოყვანა საქართველოს ბაზარზე. ყველა სავაჭრო პარტნიორი, რომელიც საქართველოში საკმაოდ მყარად არის და ესე ვთქვათ, გრძელვადიანი, ძლიერი პარტნიორი არის საქართველოსთვის ქვეყნების ჭრილში, ამ ქვეყნებიდან ახალი ინვესტორების მოზიდვა მერწმუნეთ რომ არც ახალი არის და არც ესე ვთქვათ ვერ ვიტყვით რომ მოლოდინი არ უნდა გქონდეს ხო ანუ გარკვეულ ეტაპზე რუსული ინვესტიციებიც იყო საქართველოში და საკმაოდ ხშირი იყო ხო ანუ ამ თვალსაზრისით ხო ნუ მასე დასავლური ბანკებიც იყვნენ HSBC, Societe Generale რომელიც ძალიან სერიოზულად იყო საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი თუმცა დიდხანს ვერ გაძლეს. ამ კუთხით მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისგან იქნება ეს ესე ვთქვათ ახლო მეზობელი თუ შორი მეზობელი თუ სავაჭრო პარტნიორი არის და ინტერესი არსებობს ინვესტიციების, რა თქმა უნდა იქიდან უნდა ველოდოთ, რომ შესაძლებელია იყოს მაღალი ინტერესი ამა თუ იმ სექტორში ინვესტირების. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რომ შესაძლებელია გაჩნდეს ამ თვალსაზრისით, როგორც ამ მიმართულებით, ასე სხვა მიმართულებითაც შეიძლება იყოს მაღალი ინტერესი. დღეს სამწუხაროდ დამატებით ინფორმაცია არ მაქვს, რომ კონკრეტულად გითხრათ, რა ვინმეს აქვს უკვე ინტერესი, ან თეორიული ინტერესია, ან განიხილავს უკვე საქართველოში შემოსვლას თუ არა. და ჩვენი საუბრის ბოლოს დიდი მადლობა ამ დროისთვის, დათმობილი დროისთვის, IMF-ის პროგრამაზეც მინდა გკითხოთ, სჭირდება თუ არა საქართველოს ცალკე ინდივიდუალური პროგრამა IMF-ისგან. ბევრი ვერაფერი გავიგეთ, ესე ვთქვათ, რა მიზნები აქვს ამასთან დაკავშირებით მთავრობას ან თავად IMF-ი როგორ აფასებს ესე ვთქვათ ძველი პროგრამის შეჩერებას. პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, პირველადი შეფასება საერთაშორისო მონეტარული ფონდის იყო, სავალუტო ფონდის იყო დადებითი რეალურად. პირველი ნაწილი იყო ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული ნაწილი, რომელზეც დადებითი შეფასება გააკეთა. სავალუტო ფონდმა მეორე ნაწილი იყო ინფლაციასთან მიმართებაში და ინფლაციის მართვასთან მიმართებაში საკმაოდ ის დადებითი შეფასებები და ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც იყო თქვა და არის გამოყენებული როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე მთავრობის მხრიდან და
მაგრამ აქვე იყო იმ გამოწვევებზე საუბარი, რომელსაც ველოდებით, რომ საბოლოო დასკვნაში უფრო დეტალურად იქნება აღწერილი და უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამასთან დაკავშირებით, ამდენად გვაქვს ინსტრუმენტები, უკვე გვაქვს ინსტრუმენტები ან შესამუშავებელი ან მუშაობის პროცესში, იმპლემენტაციის პროცესშია, ამაზე ვისაუბროთ. მაგრამ თქვენ პირდაპირ არ მიპასუხეთ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე. მე გკითხეთ, მეოთხე მუხლის კონსულტაციები არის თუ არა საკმარისი ქვეყნისთვის, თუ ესე ვთქვათ, ინვესტორებისთვის მეტ დამაჯერებლობას შექმნიდა IMF-ის პროგრამის, ცალკე პროგრამის არსებობა საქართველოსთვის. ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ანეკდოტური მაგალითი, ეს არის 2020 წლის პანდემია, როდესაც სწორედ IMF-ის მწვანე შუქმა მისცა საქართველოს ის კრედიტები, ის იაფიანი კრედიტები, ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს სჭირდებოდა ფინანსურად, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ლოკდაუნის პირობებში. მაშინ ყველა საერთაშორისო სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთანაც მქონდა ინტერვიუები და ყველა ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აღიარებდა, რომ სწორედ IMF-ის მაშინდელმა პოზიციამ და IMF-ის მაშინდელმა შეფასებამ განაპირობა მათი მხრიდანაც ამ დაფინანსებების გამოყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ვუსვამ ხაზს, ესე ვთქვათ, საჭირო არის თუ არა დღეს შექმნილ ვითარებაშიც, მათ შორის, რაზეც მე და თქვენ მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში ვისაუბრეთ, ეს არის გაურკვევლობა ქვეყნის შიგნით, ეს არის გაურკვევლობა რეგიონულ თუ კიდევ უფრო მეტად გლობალურ დონეზე, სჭირდება თუ არა საქართველოს IMF-ის ცალკე არსებული პროგრამა. გასაგებია, კითხვა გასაგებია, უბრალოდ პასუხი ძალიან რთული არის რა ამასთან მიმართებაში. რთული არის იმ თვალსაზრისით, იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტთან მიმართებაში, ყველა სხვა ინსტრუმენტთან მიმართებაში ხსნილი იყოს გზა. დღეს ამაზე პასუხი არ მაქვს. პრაქტიკა გვაჩვენებს, იმიტომ რომ დღეს სიახლეებით სავსე მსოფლიო გვაქვს. სამწუხაროდ შეიძლება ესეთი საინტერესო პერიოდში ცხოვრება გვიწევს 2020 წლიდან, რომ ყოველდღიურად გვიწევს აბსოლუტურად ახალი რეალობის შეგრძნება, მათ შორის ეს იქნება პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, რეგიონში არაერთი ომი მიმდინარეობს და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გამოწვევების ფონზე ეს ნაწილი დღეს ძალიან რთულია პროგნოზირება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ძლიერი ხელშემწყობის, შემდგომი განვითარებისთვის, შემდგომი მუშაობისთვის, შემდგომი კონსულტაციებისთვის და თუ საუბრობთ იმაზე, რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა კონკრეტული მიმართულებების, კონკრეტული ინსტრუმენტების შექმნის კუთხით, არაერთი პროექტი შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და რჩება დღის მდგომარეობით, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ თუ საუბრობთ მნიშვნელობაზე, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეს არათუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია, რამდენად გადამწყვეტია, იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენად გადამწყვეტია ჯერჯერობით და ყველაფერს მოთხოვთ რა.